Ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბათ რცხილაძესა და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი ოფიციალურად წარადგინებათ. გუშინ დაკავებულ არასამთავრობო ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელსა და სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელს გამოძიება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებას ედავება. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. რა პოზიცია აქვთ დაკავებულებს და აღიარებენ თუ არა ისინი ბრალს, ამას მაკალაშხია გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. მაკაკისმით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სწორედ ამ წუთებში მოვიდა ერთ-ერთი დაკავებულის ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი, როგორც ის მედიასთან საუბარში აცხადებს, მან ჯერჯერობით არ იცის თუ რა პოზიცია აქვს დაკავებულს, თუმცა ის ვერ საუბრობს საქმის მასალებთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე დაკავებულის ადვოკატმა უკვე მოაწერა ხელი გაუთქმელობას. უკვე რამდენიმე წუთია მიმდინარეობს გულბათ რცხილაძისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა. აქ რამდენიმე წუთის წინ მოვიდა მისი უფლებადამცველი, რომელიც აცხადებს, რომ გულბათ რცხილაძე წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმის მასალებში ბუნებრივია ის ვერ საუბრობს დეტალებზე თუ რა დევს საქმის მასალებში, თუმცა ამბობს, რომ ის გაჯერებულია როგორც აუდიო, ასევე ვიდეო ჩანაწერებით. როგორც გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებლებს ედავებიან უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას, რომ რცხილაძის შემთხვევაში საუბარია, რომ ის ჯაშუშობდა ორი ქვეყნის სასარგებლოდ, თუმცა გუშინ უწყებაში არ განუმარტავთ, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა გულბათ რცხილაძე, თუმცა დღეს ადვოკატმა კითხვაზე იყო თუ არა ეს ქვეყანა რუსეთი, მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ერთ-ერთი ქვეყანა ყოფილიყო რუსეთი. მან ასევე დასმულ კითხვაზე მის ირანთან კავშირებთან დაკავშირებით დაუსვით მათ ჟურნალისტებს კითხვა და რაზეც ადვოკატმა ისაუბრა, რომ რცხილაძეს ჰქონდა შემოთავაზება, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ეწარმოებია ირანში, შესაბამისად მას ჰქონდა ირანის საელჩოდან მოწვევა, ის აპირებდა ირანის საელჩოში წასვლას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოხდა მისი დაკავება, შესაბამისად მან ირანში ვიზიტი ვერ განახორციელა. შესაბამისად ადვოკატი პირდაპირ არ ამბობს თუ რომელ ორ ქვეყანაზეა საუბარი, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს შესაძლოა იყოს რუსეთი და ირანი. რამდენადაც შევთქმობილია და რო შევხვდი წინა შეხვედრაზე არ აღიარებდა ბრალთა დარწმუნებული ვარ, ეგრე იქნება. ვერ გეტყვით რომელი ორი ქვეყანა ამ ეტაპზე. თვითონ უსაფრთხოების სამსახურმა თუ უნდა დაასახელოს ქვეყნები, მე ამ ეტაპზე თავშევიდავ. კი, შესაძლოა იყოს ერთ-ერთი, კი, ანუ არ უარყოფ და არ გადასტურებ, კი ბატონო. ობიექტივმა რაღაც სიუჟეტი გამოაქვეყნა ირანის თემასთან დაკავშირებით და უკმაყოფილო იყო ირანის ხელში რამდენადაც, ანუ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა. ამასთან დაკავშირებით ობიექტივ შეთავაზა, რომ თქვენი რეპორტერთა ჯგუფი ჩემი დაფინანსებით რა ქვია, ჩავიდნენ ირანში და ადგილზე ნახონ სიტუაცია და გააშუქონ და ერთ-ერთი ობიექტივმა რომ გამოყო ჟურნალისტთა ჯგუფი, ერთ-ერთი იყო ბატონი გულბათი. და ირანის ერთში დაფინანსებით კი ბატონო მიდიოდა, მაგრამ დაკავება მოხდა და ვერ ჩავიდა იქ. არის გარკვეული სახის ვიდეო ჩანაწერები, არის წერილობითი მტკიცებულებები, არის რაღაც სხვადასხვა სახის მასალა რა ვერ ვილაპარაკეთ ახლა, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით რა ერთნიშნულოვნად რომ იმ მასალებით რაც საქმეში და ვერანაირად ვერ მტკიცდება და ვერ დასტურდება, რომ რაიმე ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა ქვეყნის წინააღმდეგ. ჩემთვის ცნობილია რომელი ორი ქვეყანაა, უბრალოდ ვერ გეტყვით. დაკავებულებს ბრალის 314 მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი. დანაშაული ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დღის ბოლომდე სავარაუდოდ უკვე გაიმართება აღკვეთის ღონისძიება, სადაც მოსამართლე მათთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დღეს სასამართლოს ხდომაზე მოითხოვს აღკვეთის გარეშე დატოვებას მიცი დაცვის ქვეშ მყოფის, თუმცა ცნობილია სახელმწიფო ბრალდების პოზიცია, ისინი ორივე მათგანისთვის აღკვეთის უმაღლესი ზომის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით შევლენ საქალაქო სასამართლოში. მადლობა მაკა, მაკალაშხია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.